რა თქმა უნდა, ყველას ნახვა მიხარია, ჩემი ცოლშვილის პირველ რიგში. მაგრამ უხერხულად გრძნობ თავს რო არ დაგიმალოთ. რომ ადამიანები რჩებიან კიდევ. არა მხოლოდ ამ ციხეში, აგერ გვერდით ქალთა ციხეში. უამრავი ადამიანი გდანის ციხეში, რუსთავის იქით ციხეში კიდე საბა ჩვენი. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ვიზეიმებთ, რომ ყველა უსამართლოდ დაკავებული პატიმარი აბსოლუტურად ყველა და სამწუხარო ძალიან დიდია რიცხვი, ყველა დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას და ყველანი ვიზეიმებთ იმას, რომ ვიცხოვრეთ ნორმალურ ქვეყანაში. ხო, ჩვენ რისთვის ვიბრძვით? გვინდა რომ საქართველოში იყოს ნორმალური ვითარება. ეს საზოგადოებასაც მინდა უთხრა, ეს ხო არანორმალურია ეხლა, რომ პოლიტიკოსი რო ხარ და განსხვავებული აზრი გაქვს, ამის გამო ციხეში გსვავენ. ეს ჩვენ ხო არ გვინდა ასეთი ქვეყანა, ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელშიც არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, არსებობს სამართლიანობის მექანიზმები, არსებობს ევროკავშირისკენ მიდის, ამისთვის ეს ქვეყანა ვერასდროს ვერ იქნება ისეთი, ვიდრე აქამდე იყო მათ დაჭერამდე, ეს გამორიცხული ამბავია. და ოღონდ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ხალხის გარეშეც გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდება, თუ საერთოდ შესაძლებელია, ამიტომ ძალიან მალე ისინი უნდა გამოვიყვანოთ აქედან. როცა ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი ან ციხეში ყავს, ან გარეთ არის, მაგრამ ბრალი გაქვს წაყენებული და გასაჯერის გამზადდეს და ელოდება, რომ რამდენიმე წლიანი პატიმრობა ელის ისევ და ეგეთი არის, რომ 109 ადამიანი ახლა, საკეთ ერთი მიზანი, რომ დასავლეთმა ამ ქვეყანასთან გაწყვეტოს ყველანაირი კონტაქტი. ხო გასაგებია, რომ რაღაცა ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნება არის გამორიცხული, იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური ლიდერები არიან ციხეში ან ციხისკენ გზაზე. ეგ არის მთავარი ამბავი არის ეგ, რომ თუ რამე ძაფები კიდე დარჩა დამაკავშირებული ჩვენსა და ცივილიზებულ თავისუფალ სამყაროს შორის, ეს ძაფები ბოლომდე ჩაწყვეტოს რუსეთმა. შეხვედრებით გექნება მცდელობა. არ არის ჩემთვის მიუხედავად იმისა, რომ არ უჩივი განცხადებების კეთების, ასე ვთქვათ, შეუძლებლობა, ეს არც ითამამეს და ლაპარაკი შემილია რამენაირად. მე მგონია, რომ თავარი არის ის თუ როგორ მოქმედებთ და რისთვის რას ვაკეთებთ კონკრეტულად. გულწრფელად გეტყვით, ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ჩვენ უნდა გქონდეს ჩვეულებრივი სრულმასშტაბიანი საარჩევნო კამპანია. მე ამაში არ გულისხმობ, რომ არჩევნებზე წავდგეთ რაღაცა ერთ-ერთ სუბიექტად ამაზე მიმართული, არა, როგორც მოქმედებენ პარტიები, ოპოზიცია, ამ შემთხვევაში ვიტყოდი გაერთიანებული ოპოზიცია, აი ყველაზე მეტად ეს ტერმინი მომწონს თუ გაინტერესებთ, როგორც მოქმედებს გაერთიანებული ოპოზიცია რეჟიმთან დაპირისპირების დროს არჩევნებისას, ამიტომ ახსენებ ამ სიტყვას, რომ გვესმოდეს, ასე უნდა ვიმოქმედოთ. ერთად მე გითხარით უკვე რასაც გულისხმობ, ერთად უნდა გხედავდნენ, ერთად უნდა მოქმედებდეთ და ერთად უნდა ვამარცხებდეთ. ეს ადამიანები, რომლებიც გარედან მართულები არიან, პირდაპირ თქვათ, ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ, ჩვეულებრივად ქვეყნის მოღალატეები არიან. მათ საერთოდ საქართველოს და საქართველოს ინტერესი არ აქვთ, არ აინტერესებთ ჩვენი ქვეყანა. უბრალოდ რასაც ეტყვიან, გარედან დაფინანსებულები არიან, თავიანთი პატრონები რასაც ეტყვიან, მზად არიან ეს ყველაფერი შეასრულონ. შესაბამისად, ის რა მდგომარეობაშიც ისინი განადგურებულები, გაფარჩაკებულები იმყოფებიან, ეს არის მათივე ქმედებების მონოპოლარი. რაც გააკეთეს, რა მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, ხედავთ ყველანი. ეხლა როგორ შეიძლება ხო შეაფასო დემოკრატიულ პროცესად პრეზიდენტის სასახლის აღება. მაშინ, როდესაც მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია, რომ ხელისუფლებას დაამხობდნენ. და ესო დემოკრატიული პროცესიაო, სახელმწიფო გადატრიალება დემოკრატიული პროცესიაო.